ევროსაბჭოს მინისტერიალი ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და საქართველოს როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა მონაწილეობს მასში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გავაჟღეროთ ყველა ის საკითხი, რაც დღეს საქართველოს დღის წესრიგში დგას, ის გამოწვევები, რომელიც აქვს ქვეყანას, ერთი უსაფრთხოების თვალსაზრისით, მეორე რაც სტაბილურობის თვალსაზრისით უქმნის ქვეყანას საფრთხეს. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით და გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ დემოკრატიის სახელით არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლა ქვეყანაში და არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული ინსტიტუტების უგულვებელყოფა და რა თქმა უნდა ეს არის მნიშვნელოვანი. ზოგადად ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ოკუპაციის შედეგებზე, ადამიანის უფლებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში ვგულისხმობთ საერთაშორისო ინსტიტუტების მაქსიმალურად გამოყენებას, საერთაშორისო შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას იმისათვის, რომ ყურადღება გავამახვილოთ სწორედ ამ პრობლემაზე. რა თქმა უნდა, ევროსაბჭოს ფარგლებშიც მუდმივად დგას საქართველოს საკითხი, ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხი დღის წესრიგში და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას განსაკუთრებით ვიყენებთ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ყურადღების გასამახვილებლად და ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, მინისტერიალის დოკუმენტებში ასახული იქნება ეს საკითხი.